პირველი მარტიდან საქართველოში ლუდი ძვირდება ალკოჰოლური სასმელის აქციზის გაძვირება არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ლუდის ფასზე, არამედ შემოტანილ პროდუქტზეც აისახება. რაც შეეხება ქართულ ნაწარმს, არ არის გამორიცხული, ნაწილმა ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვას, ნაწილს კი ხარჯების დასაზოგად სამუშაო ადგილების შემცირება მოუწიოს. ლუდის მწარმოებელ კომპანიებს პრეტენზიები აქვთ ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა ხადურის უწყებაში გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავენ. ერთი ბოთლი ლუდის აქციზი 1 მარტიდან 10 თეთრით ძვირი იქნება. აქციზის გადასახადის 50%-ით მატების გამო კომპანიები პროდუქტის გაძვირებას გეგმავენ. წარმოებლები უარყოფით შედეგებს პროგნოზირებენ. მათი გათვლებით დაიკლებს გაყიდვები, რის გამოც დანახარჯის შემცირების მიზნით თანამშრომლების ნაწილის დათხოვნა მოუწევთ. ამ გაძვირებას ალბათ უკვე ვეღარ გავუძლებ. ვფიქრობთ, რომ რასაკვირველია ეკონომიკური კანონების შესაბამისად ფასების ზრდა გამოიწვევს ბაზრის შემცირებას და ბაზრის შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს უარი ვთქვათ საინტუიციო გეგმებზე. ასევე ჩვენ ძალიან გვიჭირს შევინარჩუნოთ ის თანამშრომელთა ის რაოდენობა, რომელიც ჩვენ გვყავს. წინასწარი დათვლებით ქართული კომპანიების ზერალი 30%-ს გადააჭარბებს. ნაწილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა საერთოდ ბიზნესის გაგრძელებაზე უარის თქმა მოუწიოს. ლუდის მწარმოებელი კომპანიები ფინანსთა სამინისტროს აქციზის გაძვირების გადავადებას თხოვენ. ზარალი ერთმნიშვნელოვნად იქნება იმდენად, რამდენადაც უნდა შემცირდეს წარმოება და შესაბამისად ბაზარი. ზუსტი ციფრები ამ ეტაპისათვის დათვლის პროცესშია, ამ პროცესში ასევე ექსპერტების დაგვეხმარებიან, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ფინანსურ მაჩვენებლებს. ფინანსთა მინისტრი კომპანიების შენიშვნებს არ იზიარებს. ნოდარ ხადურის თქმით, მათ გადასახადების გაზრდამდე რამდენიმე თვიანი ვადა ჰქონდათ მიცემული. ლუდის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ხადურის უწყება შეხვედრას მას შემდეგ დათანხმდა, როდესაც აქციზის გაძვირების გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. მათთან მე მქონდა დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ხშირი კომუნიკაცია. შევთანხმდით, რომ 9 ლიტრიან ბოთლზე ლუდის აქციზი ნაცვლად 20 თეთრისა გაიზრდება 10 თეთრით. ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები დავიწყეთ დეკემბრის თვეში, როდესაც ყველანაირი დაგეგმა, ყველა მიმართულებით 2015 წელთან დაკავშირებით უკვე დასრულებული იყო. ასე რომ დროსთან დაკავშირებით არსებული პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ფინანსთა სამინისტროს ახალ გადაწყვეტილებას ექსპერტებიც უარყოფითად აფასებენ. ფინანსთა სამინისტრო დამატებით აქციზიდან 20 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება ამ გაზრდის შედეგად. მე ვფიქრობ, რომ ეს ფისკალური ეფექტი ანულირებული იქნება წარმოების მოცულობის შემცირებით. ეს არის მე ვფიქრობ გარკვეული მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელსაც სავარაუდოდ გრძელვადიან პერსპექტივაში მოყვება წარმოების მოცულობის შემცირება, გარკვეული რისკის ქვეშ დადგება დღეს არსებული სამუშაო ადგილები ამ ინდუსტრიაში. ლუდზე აქციზი 1 მარტიდან ძვირდება. ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოურ პროდუქციასაც შეეხება.